საქართველოში მართვის მოწმობის აღების წესები გამარტივდა. ცვლილებები შეეხო როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ნაწილს. მაგალითად, აპლიკანტს თეორიულ გამოცდაზე 3-ის ნაცვლად 5 შეცდომის დაშვების უფლება აქვს. ასევე მსუბუქ შეცდომებზე პრაქტიკულ ნაწილში ქულები არ დააკლდება. ბოლო წლებში შემთხვევაში სოციალურ მედიით გვესმოდა, რომ რაღაც ვერ აბარებდნენ პრეტენდენტები და უჭირდათ გამოცდების ჩაბარება. თეორიული ნაწილი, როგორც ვიცით, პრობლემებრივად არ იყო პრობლემური, თუმცა იყო პრობლემა პრაქტიკულ ნაწილზე, რაც ქალაქის გადაადგილებას ეხებოდა. აქედან გამომდინარე, იქნა მიღება გადაწყვეტილება მიღებული, რომ გაადვილებულიყო მაგალითად ის, რომ თეორიული 2 ტესტით უფრო ნაკლებზე ჩაბარება მოხდარიყო და შემდგომ 2 შეცდომის დაშვების უფლებაც დაემატა პრაქტიკული, ესე რომ ვთქვათ, გარე პრაქტიკული გამოცდის ეტაპზე. ეს, რა თქმა უნდა, ჩემი აზრით უკავშირდებოდა იმას, რომ თვითონ ეს სენსორები, რაც აყენია ამ ავტომობილებში, საგამოცდო ავტომობილებში, ავტომატურად აფიქსირებდა, მაგალითად, ფეხით მოსიარულდა გადარბენის დროს ავტომატურად მუხლუჩს იწვევდა, რაც, რა თქმა უნდა, პრეტენდენტს უთვლიდა შეცდომაში. აქედან გამომდინარე, ხშირ შემთხვევაში ხდებოდა დისკვალიფიკაცია პირდაპირ ამ ადამიანების და ვერ აბარებდნენ გამოცდებს. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ რაღაც გამარტივებულად მაინც არის და ეს 2 საპატიებელი გარემოება ისევ გვაქვს უკვე, რა თქმა უნდა, მართვის მოწმობის გამოცდებისთვის აუცილებელია უნდა შეიქმნას საავტოსკოლების ლიცენზირებული პროგრამები, როგორც არის ეს ევროკავშირის ქვეყნებში. არ შეიძლება მომზადებელი პრეტენდენტი გადიოდეს გამოცდაზე, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ვიცით, საქართველოში არ არსებობს ავტორიზებული ავტოსკოლები, ანუ არც აკრედიტებული ინსტრუქტორი მასწავლებელი ყავს, არ ვიცით ვინ ასწავლიან და ვიცით, რომ კოდირების გზით ხდება სწავლება, აქედან გამომდინარე აუცილებელია ქვეყანაში იყოს ლიცენზირებული ავტოსკოლები, რაც, რა თქმა უნდა, მომზადებულ კადრებს გამოუშვებს და შემდგომ ადვილად ჩააბარებენ ეს ადამიანები უკვე